საუბარი ის რომ ბიზნეს ხელისუფლებას შეუძლიათ აზრების გაცვლა სწრაფად, ეფექტურად, რაც თავარია გაცვლილი აზრების გათვალისწინება, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით, საკამათო მოსაზრებებით, მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფორმატის, თუ არა ერთადერთი ფორმატი, სადაც ბიზნეს ხელისუფლების აკადემიური სექტორის წარმომადგენლები არიან, გულისხმობ საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს, არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მინისტრის დონის და ბიზნესის აქტიური კამათი სხვადასხვა საკითხებზე და რაც თავარია ხდება ხოლმე კონსენსუსის მიღწევა. ყოველთვის როდესაც დიალოგი არის უზრუნველყოფილი, ეს არის საფუძველი შემდგომ უფრო მეტად სწორი გადაწყვეტილებების მიღების და რამდენადაც უყურებთ ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ სოლიდური პროგრესი, ვინაიდან მე არ მინახავს ბიზნეს სექტორი, რომელიც ამბობს, რომ ის ვერ საუბრობს ხელისუფლებასთან. არის სივრცე, სხვადასხვა ტიპის სივრცე სასაუბროთ და რაც თავარია აუცილებლად ვინა აღვნიშნო და გამოვყო საქართველოს ეკონომიკის ამდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი მარიამ ქრუიშვილი, რომელმაც ვიტყვი რომ პირველივე მესიჯი მისი მინისტრობის მეორე დღეს გააკეთა ის და გააჟღერა ის, რომ ის იქნება მჭიდრო კომუნიკაციაში ბიზნესთან, ის სწორედ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფორმატში მის მეორე სამუშაო დღესვე შეხვდა ბიზნეს სექტორს. თუმცა ეს ცოტა ადრე იყო, შემდგომ იყო სულ რამდენიმე დღის წინ მისი შეხვედრა ასევე ენერგოსექტორთან, სადაც მოისმინა ენერგოსექტორის საკითხები და ჩვენ ასევე ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციის ჯორჯია მარგანეზის ჯორჯია მეტალის უკაცრავად ჯორჯია მეტალის გახსნის ღონისძიება და ჯორჯია მეტალის გახსნის ღონისძიებაზე მინისტრის მხრიდან გაჟღერებული იქნა რამოდენიმე საინტერესო მესიჯი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის, ვინაიდან ერთია კომუნიკაცია ბიზნესთან, რაც აღვნიშნე, მაგრამ მეორეა რამდენად სწორია ეს კომუნიკაცია, რამდენად სწორად ხვდება ხელისუფლება რა არის დღეს საჭირო ბიზნესისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, მინისტრის სიტყვაში ჩვენ ხედავდით აქცენტებს, რომელიც შეეხებოდა დასაქმების საკითხს და მოგეხსენებათ, რომ დასაქმება საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად აქტუალური და გამოკვეთილი საკითხი, ასევე ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია დოვლათის შექმნა საბოლოო ჯამში, ვინაიდან დასაქმებამ უნდა უზრუნველყოს ბუნებრივია ის კეთილდღეობა, რომელსაც შემდგომ თეული ოჯახი მიიღებს და ნებისმიერ ტიპის საწარმოს გახსნა უნდა იყოს არა მხოლოდ საწარმოს გახსნა, არამედ ბუნებრივია უნდა გქონდეს დოლარს, რომელიც საზოგადოებაზე მაქსიმალურად გადანაწილდება და რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, აუცილებელია სწორედ მსგავს ტიპის პროექტების განხორციელება და აქ მინისტრმა ხაზი გაუსვა სწორედ იმპორტის ჩანაცვლებას. გარკვეულწილად სწორედ ამდენით შემცირდებაო მინისტრმა აღნიშნა გარკვეული ციფრი იმპორტის მაჩვენებელი. ძალიან კარგია, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა ინვესტორებთან, თუმცა ჯორჯია მეტალის ამ ღონისძიებაზე იყო საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი, როდესაც მინისტრი ასეთ დეტალურ ყურადღებას უთმობს ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ ეს არის სწორი ხედვა, სწორი აქცენტები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგვიყვანს ეს ნაწილი კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ სწორ შედეგებამდე. მთავრობის ხდომას რომ დაუბრუნდეთ, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ და გამოყო, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც შეეხებოდა სავალუტო რეზერვების შეძენის ნაწილს და ზოგადად ლარის კურსის გამყარების ტენდენციას. ჩვენ ხედავთ ლარის კურსის გამყარების ტენდენციას, მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ნაწილს, რომ ყოველთვის იყო საუბარი, სუბუქად რო ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ყველა სუბუქ სიტყვა. ამ შემთხვევაში მთელი გასული წლის განმავლობაში, გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში, რომ რაღაცა ლარი უნდა გამხდარიყო 3 და 4 და ასე შემდეგ, სხვა სცენარი, ისე როგორც ეკონომიკა უნდა წასულიყო მინუს მაჩვენებლებზე და ასე შემდეგ, და რაც თავარია რეზერვები უნდა განულებულიყო. დღეს ხედავთ ლარის კურსს, რომელიც 1 ამერიკული დოლარი 2.7-ის ფარგლებშია, პლუს მინუს, ბუნებრივია, მაგრამ საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, დაახლოებით აქ ვართ და 1.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა რეზერვები, რაც პრემიერ-მინისტრმაც ახსენა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა უკიდურესად სწორი პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ერთის მხრივ,
მეორე მხრივ ცხადია ლარის გამყარება. ცხადია ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში ეს არის ობიექტურად ვთქვათ გლობალური ფაქტორებითაც გამოწვეული, ანუ დოლარის გლობალური დასუსტებით, თუმცა კიდევ ერთხელ ამ ნაწილში საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰქონდა აბსოლუტურად სწორი პოლიტიკა და სწორედ ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა აღინიშნოს დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა რეფინანსირების განაკვეთის ნაწილს, რეფინანსირების განაკვეთი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცვლელად 8%-იან მაჩვენებელზე დატოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მე ვფიქრობ, თუ ჩვენ ვნახავთ არგუმენტებს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც იქნა გამოქვეყნებული ღია და რომელიც ჩვენ ვნახეთ, იქ არის აღნიშნული ყველა ის ტენდენცია, მათ შორის ის ინფლაციური, გარკვეული ინფლაციური ზეწოლა, რომელზეც მანამდეც აღნიშნავდა ეროვნული ბანკი, რომ შესაძლებელია მიმდინარე წელს ინფლაცია ყოფილიყო მცირედით მაღალი მიზნობრივ მაჩვენებელთან მიმართებაში, ეს არის 4.2%, ეს არის აგვისტოს მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია ეს განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელთან დაახლოებული იყო ცოტა ოპტიმალური მიმართულებით. ჯამში, როდესაც ვეცნობით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ არგუმენტები არის საკმაოდ მყარი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რამდენჯერაც სწორედ ჩვენ ვნახეთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და ბოლო გადაწყვეტილებები ძირითადად უცვლელად ხდებოდა დატოვება. თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა ბანკმა გასულ წლის დასაწყისში საკმაოდ ისეთი ვერ ვიტყვი ნახტომისებურად, მაგრამ ძალიან მაღალი შემცირება მოახდინა რეფინანსირების განაკვეთის, საკმაოდ თამამი შერბილება დაიწყო. შეიძლება ასე ითქვას, თუმცა შემდგომ ესეთი ფრთხილ ოპტიმიზმს ყოველთვის ინარჩუნებს ეროვნული ბანკი ამ ნაწილშიც და ხედავთ, რომ ეს არის სწორი, ვინაიდან ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი ეკონომიკური ზრდისთვის, პირიქით ეს ხო ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ჩვენ რაც უყურებთ და ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს ყველაფერი არ ყოფილა ინფლაციის გამოწვევი, კიდევ ერთხელ მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ არის ინფლაცია და ამ ყველაფერს არ მოუხდენია ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე. თუ ჩვენ ამ ფაქტორთა ერთობლიობას ავიღებთ, ცხადია ვხედავთ ვითარებას, რომელიც გვაქვს, ასე რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივესალმებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ასევე შეინარჩუნებს ესეთ ფრთხილ პოლიტიკას, ეს ჩემი ვარაუდია, ბუნებრივია საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, რომ განაგრძობს რეზერვების შესყიდვის მაჩვენებელს, თუმცა ჩვენ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, საქართველოს ირგვლივ გლობალური ფაქტორები არის ძალიან ჭარბად турბულენტური, შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე დამოკიდებული სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, ეგზოგენურ ფაქტორებზე, მათ შორის ასე შემდეგ, ბუნებრივია მხოლოდ ჩვენ ვერ გავსაზღვრავთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ის რაც უზრუნველყო გრძელვადიანმა მშვიდობის პოლიტიკამ, ის რაც უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობის თანდემმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, გვაქვს შედეგები, რომელზეც ვისაუბრეთ აქ და ახლა. ვინაიდან ჩვენ საუბრობთ რა დავიწყეთ საუბარი ასე ვთქვათ ხელისუფლებას და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ნაწილზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად ხელისუფლება და რამდენად სახელმწიფო სტრუქტურები ჯამში ხელს უწყობენ საკუთარი სერვისებით, სხვადასხვა ინოვაციური პროექტებით ბიზნესს, რათა გაუმარტივდეს მას საქმიანობა. მე არ ვიტყოდი, რომ ბიზნესმენები ზარმაცი ხალხია ზოგადად და თქვა შეიძლება მათ ეზარებოდეთ გარკვეული ტიპის პროცედურების გადალახვა, მაგრამ ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად მოქმედი სახელმწიფო უფრო სწრაფად და ეფექტიან ზრდას უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში ბიზნესის და ბიზნესს ექნება ბუნებრივია მეტი სტიმული სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ბიზნესის სიმარტივე, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური და მოქნილი პოლიტიკა. ჩვენი სტუმარი მინდა შესაბამისად წარმოგიდგინოთ ბატონი ვახტანგ ჯვანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე. ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით, მადლობა ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში უბრძანებისათვის და ვინ თუ არა იუსტიციის სახლი ამ შემთხვევაში და თქვენი ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანესი ექსკლუზიური პროექტი, რის შესახებაც მინდა რომ დავიწყოთ ჩვენ საუბარი, არის ბიზნეს ასისტენტი. თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯამში რას მოიაზრებს პროექტი, ვისაუბროთ მიზნობრივ სეგმენტზე. პირველ რიგში მეც მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. კარგია რომ სეზონი ასე ვთქვათ გაიხსნა და პირველი სტუმარი იუსტიციის სახლია. თქვენს
გადაცემაში. ჩვენთვის პატივია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი სტუმრობა გვექნება, ვინაიდან ჩვენ ერთხელ მოგვეცა საშუალება და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ინტუიციით, არამედ ვიცი, რომ ასე იქნება გამოცდილები. ასე რომ წარმატებული სეზონი მინდა პირველ რიგში გისურვოთ, შესავლის სახით გავაგრძელებ იმ შინაარს, რითაც თქვენ დაიწყეთ საუბარი მთავრობის ხდომაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, 8%-იან ზდაზე და ბუნებრივია ეს ყველაფერი ესე ჰაერიდან არ მოდის, ამას ჭირდება მთელი სახელმწიფო ხელისუფლების მობილიზება, სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე იუსტიციის სახლიც, როგორც ერთ-ერთი კი არა და ყველაზე დიდი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამ დიდ ჯაჭვში, რომელზეც თქვენ საუბრობთ. აქედან გამომდინარე, ამ მაჩვენებლების შეფასების ნაწილში შეუძლებელია, რომ ისეთი დიდი დაწესებულება, როგორც იუსტიციის სახლია, ესე მშვიდად უბრალოდ მაყურებლის სტატუსით ყოფილიყო ამ პროცესებში და ჩვენ ბუნებრივია, როგორც სერვისების მიწოდების ნაწილში, ასევე იმ სიახლეების დანერგვის კუთხით, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვთავაზობთ მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ზოგადად ბიზნესს, ბუნებრივია ჩვენც ამ პროცესს ვერ ჩამორჩებოდით და ამ მოცემულობის შედეგი გახლავთ სწორედ ის ინოვაციური პროექტი, მორიგი ინოვაციური პროექტი, ბიზნეს ასისტენტი, რომელიც შევთავაზეთ ბიზნესს. რაც თავიდან ბოლომდე თავისი შინაარსით და არსით ორიენტირებული არა, ვთქვათ, მოგებაზე და იმაზე, რომ იუსტიციის სახლმა დამატებით რაღაც შემოსავლები მიიღოს. ამ პროექტის ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ კიდე უფრო მეტად გაუზარდოთ წნომა სერვისებზე, თითოეულ წარმომადგენელს ბიზნესისა, თუმცა ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ბევრად უფრო გაუმარტივოთ და ბევრად უფრო სწრაფი გავხადოთ კომუნიკაცია ყველაზე მსხვილ სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებასა და ბიზნეს შორის. აი ზუსტად ეს ნაწილი რომ დავაკონკრეტოთ, მე აბსოლუტურად მოყვებით, ასე ვთქვათ, იმ ნაწილში რომ ბუნებრივია ეს იუსტიციის სახლს არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოს, თუმცა თუ აქტიური იქნება, რატომაც არა, ასე ვთქვათ, იყოს აქედან შემოსავალი. ცხადია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის თვითმიზანი და ეს არ არის რაღაცა ბიზნეს გეგმა კონკრეტული ამ ნაწილში. ბევრი სერვისი მართლაც ისედაც გამარტივებული იყო, ჯერ კიდევ როდესაც კეთდებოდა ხოლმე მსოფლიო ბანკის კვლევა doing business, იქაც ასე ვთქვათ, საქართველოს მოწინავე პოზიციები ქონდა. აი შემდგომ ჩვენ გასულ წელს ვნახეთ უკვე business ready, ანუ განახლებული doing business, ასე ვთქვათ, მოდიფიცირებული ვერსია, სადაც ასევე ხედავდით, რომ ისეთი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით, ანუ ბევრი რამე ისედაც იყო გამარტივებული. კიდევ რა გავამარტივეთ, ასე ვთქვათ, აი თორე აი კონკრეტულ დეტალებში რომ ჩავიდეთ და აი ვინც ახლა ჩვენი მსმენელი, მაყურებელი, რომელიც ბიზნეს სექტორიდან არის ან ასე ვთქვათ, ახლოს არის ამ სფეროსთან, უფრო დეტალურად რო უთხრათ ეს. კი ბატონო, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით, ბუნებრივია ყველა ის სერვისი და საუბარი გვაქვს 500-მდე სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში, დღესაც მარტივად შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელმა, მაგრამ ყველაზე კარგად ალბათ ბიზნეს ესმის, რამდენად ღირებულია დრო. აქედან გამომდინარე, ბიზნეს ასისტენტის ამ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის საჭიროა, ამ სერვისებთან წვდომა ბევრად უფრო მარტივი გახდეს. რას აკეთებს ამისთვის იუსტიციის სახლი? ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება, პირველ რიგში ირჩევს კონკრეტულ პაკეტს, ასე ვთქვათ, მომსახურებისა და ამ პაკეტიდან გამომდინარე, როგორც კი უკვე ეს სამართლებრივი ნაწილი თანამშრომლობისა მოგვარდება, კონკრეტულ ბიზნესს გამოეყოფა თავისი ასისტენტი. ეს ასისტენტი გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელსაც გამოცდილება აქვს სერვისების მიწოდების ნაწილში და ამ ასისტენტის მთავარი ფუნქცია მოვალეობა გახლავთ ის, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია გქონდეს შესაბამის ბიზნესთან და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ბიზნესი იმ მომენტში წამოიჭრება და საჭიროებს იუსტიციის სახლთან, ასე ვთქვათ, ჭიდრო თანამშრომლობას, ამ საკითხებს, ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოს, ის იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმომადგენელი ბიზნესის ნაწილში, ანუ ყოველდღიური კომუნიკაციის საფუძველზე დაამუშავოს დოკუმენტაცია, მისცეს კონკრეტული მითითებები, ყველაფერი ქნას იმისთვის, რომ ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც იუსტიციის სახლში გააკეთებს ბიზნესი, იყოს
ასე ვთქვათ, წარმატებული და ხარვეზების გარეშე დასრულდეს პროცესი. ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხარვეზი გამორიცხულია, ეს თამდევი პროცესია ზოგადად ამ სერვისის მიწოდებისა, მაგრამ პირადი ასისტენტი, ასე ვთქვათ, არის გარანტი და საფუძველი იმისა, რომ ეს ხარვეზების რაოდენობა დაიკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი ძალიან მალე დაუდგება ბიზნესს. ბიზნესისთვის შედეგი რა შეიძლება იყოს? ეს არის, ვთქვათ, ქონების რეგისტრაცია, გადაფორმება, იქ ვთქვათ, თუ საჭიროა მუშახელი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება, ახალი შეპესის დარეგისტრირება, წილების გადაფორმება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს ყველაფერი ამ უпростоრად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმეორება, რომელიც ამ პროექტს ახასიათებს, არის ის, რომ ბიზნესს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თვითონ კი არ ეწვიოს იუსტიციის სახლს, არამედ თავისი ასისტენტი, ვთქვათ, გამოიძახოს თავის ტერიტორიაზე, თავის ოფისში და საქმის ისრაფიდან გამომდინარე, ან კომფორტულობიდან გამომდინარე, იქვე მოხდეს კონკრეტული განაცხადის მიღება. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ და ბუნებრივია ბიზნესს ამის გააზრება საერთოდ არ გაუჭირდება, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ურთიერთობა იუსტიციის სახლთან, ჩათვალეთ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბიზნესზე ორიენტირებული სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლმა დანერგა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ხა რომ გისმენთ კიდევ უფრო დეტალურად წინა შემთხვევაში ჩვენ შედარებით მოკლედ ვისაუბრეთ, ახლა უფრო დეტალურად რომ გისმენთ, მართლაც ესეთი განსაკუთრებული სერვისია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უწევს ექსტრა რომ დამატებითი ხარჯების გაღება იმის რომ მთელი აი ეს ამ ყველაფრისთვის შეიძლება რამოდენიმე ადამიანის დაქირავებაც კი ჭირდებოდეს, რასაც თქვენ ამბობთ, რაც ამ სერვისში იქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რეალურად შეიძლება ეს ვთქვათ ამ პროექტში ჩართულობა არ გახდეს საფუძველი იმისა, რომ საერთოდ გაქრეს რამოდენიმე მიმართულება ბიზნესისთვის, იურისტები და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად შესაძლებელია, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე დაზროგოს ძალიან დიდი რესურსი ბიზნესმა ამ პროექტში მონაწილეობით და ყველაზე მთავარი, სწრაფად მიიღოს ის შედეგი, რაც მას სურს. კი, აბსოლუტურად. აი, როდესაც ჩემ ნაწილში ვამბობდი, რომ ბიზნესმენები არ არიან ზარმაცები თქო, მაგრამ აი დრო, რასაც თქვენ აღნიშნავთ, ხო, რომ სწრაფად მიიღოს, ხო, ანუ დრო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ რეალურად ის შემოსავალი, რომელსაც ისინი იღებენ, დროის ფაქტორიდან მნიშვნელოვანი ნაწილად არის გამოწვეული. რო შევხედოთ, თქვათ, აი კიდევ უფრო დეტალებს თუ შეგვიძლია შესვლა, იგივე აი პაკეტების ნაწილში, თქვათ, ეს არის აი განსხვავება რაღაც საერთოა, თქვათ, განსხვავებული მათ შორის აი ცოტა ხელმისაწვდომობაზე, რო თქვათ, რა ტიპის ბიზნესს შეუძლია, იმიტომ რომ ალბათ ახლა ბევრს აინტერესებს, რამე შეძლებს, რაღაც საერთო უნდა იყოს, შეუძლია ნაწილით ისარგებლოს. კი ბატონო, რეალურად ჩემი საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაუსვი, რომ ეს პროექტი თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო ბიზნესზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლმაც მაქსიმალურად შეძლო ის, რომ რამოდენიმე განსხვავებული ვარიანტი შეეთავაზებინა ბიზნესისთვის. შეიძლება კონკრეტულმა ბიზნესმა ისარგებლოს, თქვათ, ერთწლიანი მომსახურებების პაკეტით, რომელიც შედარებით უფრო ბუნებრივია ძვირი ღირს, ვიდრე სხვა პაკეტები და აქაც, თქვათ, ეს მოიცავს ყველა სერვისს, რაც იუსტიციის სახლთან არის დაკავშირებული, ასევე შეიძლება ისარგებლოს 6-თვიანი პაკეტით, 3-თვიანი პაკეტით. რეალურად ბიზნესი სანამ გადაწყვეტს ჩვენთან ამ კუთხით თანამშრომლობას, მანამდე ბუნებრივია მას გააზრებული ექნება, რა ეტაპზეა, თქვათ, თუ ბიზნესი იწყებს და საჭიროა ძალიან ბევრი დოკუმენტის მომზადება, ბევრი, ვთქვათ, უფრო მეტი კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან, ბუნებრივია მან შეიძლება პირველი 3 ან 6 თვის განმავლობაში ისარგებლოს ამ სერვისით, ამ პაკეტით, ამ მომსახურებებით, ასე ვთქვათ და რეალურად როგორც კი ყველა ძირეულ დოკუმენტს მოამზადებს და უკვე ჩადგება იმ კალაპოტში, რომ უნდა გადავიდეს აქტიურ საქმიანობაზე, ამის შემდეგ, ვთქვათ, ისარგებლოს ჩვეულებრივი სერვისით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ იუსტიციის სახლში ყველასთვის ხელმისაწვდომია და იქ ლოდინის დროც, ასე ვთქვათ, არის მინიმუმამდე დაყვანილი. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება კიდევ უფრო სისწრაფეს გადაწყვეტილებების მიღებისა კონდეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს თუნდაც რაღაცა ნახევარწლიანი პაკეტი და ამითი დაასრულოს ის ძირითადი საკითხები, მოაგვაროს ის ძირითადი საკითხები, რომელიც აწუხებს. თუ ვთქვათ, ბიზნესი თავის შინაარსიდან გამომდინარე გულისხმობს იმას, კონკრეტული ბიზნესი გულისხმობს
გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად უწევს აქტიური ურთიერთობა იუსტიციის სახლთან, ბუნებრივია ამ შემთხვევაში კიდევ სხვა შესაძლებლობა მისთვის და შეუძლია ამ მიმართულებით წავიდეთ. ასე რომ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მოცემულობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ პროექტით, მორგებულია ყველანაირ სეგმენტზე, დამწყებ ბიზნესზე, ასევე იმ ბიზნესზე, რომელსაც უკვე მთელი სისტემა აწყობილი აქვს და დროსთან დაკავშირებით აქვს გამოწვევები და უნდა რომ ეს გამოწვევები დაძლიოს. ასევე ის ბიზნესი, რომელიც ვთქვათ, რომელმაც უკვე დაიწყო, ვთქვათ, საქმიანობა, მაგრამ არ არის მაქსიმუმამდე ასული და ჭირდება დახმარება, ანუ ჩათვალეთ, რომ ყველასთვის მორგებული შესაძლებლობები არის იუსტიციის სახლში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან მართალი ბრძანებით, ხა ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჭიროება არსებობს ერთწლიანი ან მთელი რიგი პროცედურები არსებობს და როცა შეიძლება რაღაც ნაწილი და არ მომიწიოს მთელი წლის საფასურის გადახდა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ თქვენს მედია კომუნიკაციას ვხედავთ და ძალიან აქტიურია, ბევრ ეთერში და მინიმუმ ჩვენ ეთერებში, როგორც აქ ტელეკომპანია იმედის ბიზნეს ინსაიდერში. როგორია კიდევ თქვენი კომუნიკაცია ბიზნესთან იმისთვის, რომ აი მაქსიმალურად მიიტანოთ, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია, რომ აი ასეთი ტიპის სერვისები არსებობს. ეს ნაწილი შეგვიძლია რაღაც უпроსტად ეს საკითხი, ეს კითხვა სამ ნაწილად დავყოთ. ერთი პირველი ნაწილი, რომელიც ეხება ამ პროექტს კონკრეტულად ბიზნეს ასისტენტს, ჩვენ უკვე ერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს ასოციაციასთან გაფართოებულ ფორმატში, ამის შემდეგ ძალიან ახლო პერიოდში შევხვდით ასე ვთქვათ, მთელი იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაწესებულება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, შედის სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრი, აღსრულება და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ შესავალს ისევ რომ დაუბრუნდეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი თუ რატომაც არის მარტივი საქართველოში ბიზნესის კეთება, სწორედ ასეთი ნიუანსებისგან შედგება და ამიტომაც მთელი სამინისტრო მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვდა ბიზნესმენთა ასოციაციას და იქაც დეტალურად ჰქონდა ბევრ საკითხზე, მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი. რაც შეეხება, ვთქვათ, ყოველდღიურ კომუნიკაციას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლი გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სერვისებს აწოდებს ბიზნესს, ასევე იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც კონკრეტული ბიზნესის სერვისებსაც თავაზობს მოქალაქეებს. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენი კომუნიკაცია არის ყოველდღიური, რადგან მათი სერვისებიც, ნაწილი ბიზნესის სერვისები ჩვენთან ხელმისაწვდომია. ეს არის ქონების დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები, როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი სერვისი შეიძლება ნახოთ თქვენ იუსტიციის სახლში, რომელიც კონკრეტულ ბიზნესთან არის დაკავშირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც ბიზნესის, ასე ვთქვათ, მომსახურებებსაც აქტიურად იყენებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ბანკებთან და თქვენ როცა იუსტიციის სახლებში მიხვალთ, ნახავთ, რომ იქ საქართველოში არსებული ბანკები ოპერირებენ, ასევე ძალიან ბევრი ბიზნესი არის დაინტერესებული სხვა იმ, ასე ვთქვათ, იუსტიციის სახლებით სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ისინი ასევე არიან წარმოდგენილები და ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა ბიზნესთან არის ყოველდღიური, იმიტომ რომ ჩვენ ჩათვალეთ, რომ მათი სერვისები სასიცოცხლოდ გვჭირდება, ისევე როგორც ჩვენი გამართულად საქმიანობა არის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამიტომ ყოველდღიურად ვცვლით იმ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის საჭიროა და მნიშვნელოვანია, უზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს, იმიტომ რომ ამ სიახლეების გარეშე დღეს 21 საუკუნეში შეუძლებელია იუსტიციის სახლი იყოს წარმოდგენილი და თქვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ნახავთ, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ დავაანონსებთ და დაანონსების გარდა შევთავაზებთ ასევე ჩვენს მომხმარებლებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი კეთდება ერთად, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ, ერთობლივი სამუშაოს განხორციელების გარეშე შეუძლებელია დაიდოს ისეთი ხარისხიანი სერვისის მიწოდების პროცესი, როგორც იუსტიციის სახლში ამ მომენტისთვის არსებობს. ბუნებრივია და აბსოლუტურად გეთანხმებით, არ ვიცი, ვისაც იუსტიციის სახლთან ბიზნეს კუთხით ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, არა სამოქალაქო კუთხით. შეხება ქონია დამეთანხმება ამ ნაწილში. მეც მათ შორის, როდესაც ამ კომპანიას მედია ჯგუფ ინსაიდერ საქართველოს ვარეგისტრირებდი, მახსოვს რომ შევედი, მეგონა რომ უამრავი რამე დამჭირდებოდა, არა ვარ მე იურისტი, ბუნებრივია და არ ვიყავ ეს ფართოდ გაცნობიერებული და გამოვედი უკვე ყველაფრით საბანკო ანგარიშს გახსნილი. არა ფაქტიურად ძალიან სწრაფად ხდებოდა სხვა ზუსტად ამიტომ მიყურს ხოლმე რომ კიდე რას ამარტივებთ თქო რომ ვიცოდეთ, მაგრამ კარგია ეს სიურპრიზები ამ ნაწილში. როგორია, ვთქვათ, აი
ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკა რამდენად ატყობთ რომ ბიზნესი ინტერესდება ამ სერვისით, აი ვერ ვიტყვი რომ ნდობა არ არსებობს, შეუძლებელია იუსტიციის სახლის მიმართ ზოგადად ნდობა არ არსებობდეს გამომდინარე ამ წლების განმავლობაში ურთიერთობიდან. უფრო აქ ნდობის ნაწილი არ არის, უფრო მეტად ის არის რომ აი რამდენად ეს სერვისი მოერგო ბიზნესის საჭიროებებს აი სტატისტიკის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი და კარგი კითხვაა. ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმითი, რომ როგორც კი შემუშავდა იუსტიციის სახში ეს პროექტი და გაჩნდა ამ პროექტის საჭიროება, ბუნებრივია ამ საჭიროების შესახებ ამ საკითხის იდენტიფიცირება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმით მოვახდინეთ, რომ ბიზნესთან მქონდა კომუნიკაცია და აქედან გამომდინარე მათი საჭიროების კვლევის შედეგად ესე ჩამოყალიბდა ესეთი იდეა და პირველი 5 თუ 6 ესეც მოდის ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად. კი ბატონო, როცა ბიზნესთან მიდიოდა საუბარი იმაზე თუ რა საჭიროებები აქვთ მათ ყველაზე მეტად აწუხებდათ ის, რომ იუსტიციის სახში მოსვლა, დრო, რომელიც ამას სჭირდება, თანამშრომელი, რომელიც ამ იუსტიციის სახლთან ურთიერთობის ნაწილში უნდა გამოიყოს და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივია ყველაფერი, ასე ვთქვათ, ხარჯად აწვება ბიზნესს. ამიტომ სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ჩამოყალიბდა ეს იდეა, რომელიც მე უკვე პროექტად გადაიქცა და დაინერგა. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში მიდიოდა ამ პროექტის სატესტო რეჟიმში მუშაობა და ამ სატესტო რეჟიმმა ასევე მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ ის ნიუანსები, რომელიც შეგვეძლო სრულ გვეყო, ასე ვთქვათ, ეს საკითხებიც ასე ვთქვათ ჩამოყალიბდა სწორედ იმ დაგვარად, რომ ერთი სახელმწიფოს ინტერესი არ დაზიანებულიყო და მეორე ბიზნესის ინტერესი მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენ აქტიური საინფორმაციო კამპანია, პირველი რაც ვქენით ბიზნეს ასოციაციას გავაცანით ეს პროექტი და კარგი ის იყო, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ სწორედ იმ ბიზნესის წარმომადგენლები, ვინც სატესტო რეჟიმში ჩართული იყვნენ ამ პროცესში, მათაც თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და სწორედ ამ აქტიურმა საინფორმაციო კამპანიამ ქნა ის, რომ უკვე ძალიან ბევრი ბიზნესი დაინტერესდა, რამოდენიმესთან გაფორმდა ხელშეკრულება, ისინი აქტიურად არიან უკვე ჩართულები და ჩვენც გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ვთქვათ დღეს ხვალ და ვთქვათ წლის ბოლომდე ძალიან ბევრი ბიზნესი, რომელიც ოპერირებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება და ითანამშრომლებს ჩვენთან. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რაც გვაქვს ამ პროცესებიდან გამომდინარე. კი ბატონო, აქ პრაქტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ რამოდენიმე დაინტერესდა გავაფორმა უკვე ხელშეკრულება, ბუნებრივია მათი, ასე ვთქვათ, გადაცემული სიტყვა შემდგომ თუ როგორ ხდება ამ სერვისის რეალური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ გარკვეული ტიპის სიახლეებს ელოდებით, ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დაველოდოთ ყველა, დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ბიზნესთან კომუნიკაცია ხდება გარკვეული სერვისების დახვეწა, მაგრამ რამე ხომ არ არის ისეთი, ვთქვათ, რის დამატებასაც მოიაზრებთ ამ შემთხვევაში უშუალოდ ასისტენტთან მიმართებაში. კი ბატონო, რეალურად თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ქალაქი, რომელიც ბიზნესის ნაწილში ძალიან აქტიურია. ჩვენ ბიზნეს ასისტენტის პროექტი როცა დავიწყეთ, ეს ყველაფერი დავიწყეთ თბილისით და აქ მიდის ამ სერვისის გაცემა, ასე ვთქვათ, ამ პროექტის განხორციელება. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად დავტვირთავთ ამ პროექტით დიდ ქალაქებს, ისეთებს როგორც არის ბათუმი, ქუთაისი, ვთქვათ, თელავი და ასე შემდეგ, ეს იქნება შემდეგი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე ბიზნეს ასისტენტზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არ არის პროექტი, რომელიც უბრალოდ დაინერგა, ეხლა ხორციელდება და ამითი დასრულდა. როგორც იუსტიციის სახლში, ისე ზოგადად და ამ პროექტთან მიმართებაშიც ეს არის ცოცხალი ორგანიზმის ჩათვალეთ, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჭირდება სრულყოფა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ 21 საუკუნეში. ბიზნეს პროცესების დინამიკაც ისეთია, რომ კი ბატონო, ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ასე რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ როგორც სხვა მიმართულებებით, ისე ამ პროექტთან მიმართებაშიც კიდევ ბევრად უფრო მეტად გავამარტივოთ ეს პროცესი, კიდევ უფრო მეტად შეეძლოს ბიზნეს დისტანციურად მიიღოს რაღაც სერვისები და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისებთან წვდომა იყოს მათთვის ძალიან მარტივი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და რეალურად ამ პროცესებმა სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნაწილმა არ შეაფერხოს განვითარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასე რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ პროექტთან მიმართებაში გადაიდგმება, იქნება ის, რომ გაიზრდება არეალი ამ პროექტის დაფარვისა და ასევე ბევრად უფრო სრულყოფილი, ჩამოყალიბებული და ბიზნესზე ორიენტირებული გახდება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ბუნებრივია მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის აისახება ხოლმე შემდგომ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო შეფასებებში.
უნებრივია სახელმწიფოს კიდევ ერთხელ ურთიერთობა ბიზნესთან და ბიზნესის კეთების სიმარტივე ჯამში. ასევე რაც მინდა კითხოთ კი რეგიონების ნაწილზე ვისაუბრეთ, მაგრამ ცხადია, საკითხი შეეხება ასევე იუსტიციის სახლების ახალი ფილიალების მშენებლობის თემას. ჯამში რო ვთქვათ, რა ვითარება გვაქვს ახლა საქართველოში და როგორია გეგმები ამ კუთხით ფინანსობაში შევაჯამოთ. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 125 იუსტიციის სახლი, რაც დამეთანხმებით ალბათ რომ არც თუ ისე პატარა მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს, ასე ვთქვათ, დიდ ქალაქს იუსტიციის სახლი ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ პატარა დასახლებებშიც კი ვართ წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, იუსტიციის სახლებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ ყველა სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ამაზე საუბრობთ 500-მდე სერვისზე, რომელიც პერიოდულად იზრდება და ეს ტენდენცია აუცილებლად მომავალშიც იქნება. რადგან ეს სერვისები ყველასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიტანოთ, ბუნებრივია ჩვენ წავედით ორი მიმართულებით. ერთი ეს არის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი, მაგრამ ისეთ პატარა დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეკონომიკურად, ასე ვთქვათ, და ფინანსურად არ იქნება გამართლებული, რომ აშენდეს შენობა, იქ ამ ტერიტორიებს ფარავთ მობილური იუსტიციის სახლებით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სოფელში დასახლებულ წერტილში ჩვენ წარმოდგენილები ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი სერვისი იყოს ძალიან მარტივად, სწრაფად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ეს ჭირდება. და ბუნებრივია, როგორც მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა გაიზრდება, ისე ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ რამოდენიმე იუსტიციის სახლი ასევე ავაშენოთ. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა. ანუ ეს არის მიმდინარე მშენებლობები, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე რამოდენიმე დღეში გვექნება გდანის იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონია. მოგეხსენებათ, გდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი თბილისისა. აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს განმუხტავს კიდეც ასე რომ ცენტრალური იუსტიციის სახლის დატვირთულობას კი განმუხტავს და რეალურად ვფიქრობთ, რომ ამითი ძალიან დიდ პრობლემას მოვაგვარებთ. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ რიგები ცენტრალური იუსტიციის სახლში, შევამციროთ ლოდინის რეჟიმი, თუმცა ეს ლოდინის პერიოდი არის ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, თუ განსაკუთრებული აქცია არ არის იუსტიციის სახლში. ასევე ჩვენი მიმდინარე მშენებლობები არის მცხეთაში და მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ტურისტული პერიოდი არის ძალიან დატვირთული მცხეთაში, ასე რომ მცხეთელებს შემდეგ წლის პირველ ნახევარში უკვე ექნებათ ახალი იუსტიციის სახლი, სადაც ყველა იმ სერვისს მიიღებენ, რაც ნებისმიერ სხვა იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია. ასევე ვაშენებთ იუსტიციის სახლს ახმეტაში. ახმეტაშიც ამ პერიოდამდე არ ჰქონდა იუსტიციის სახლი, აქედან გამომდინარე ახმეტაშიც განსაკუთრებულად ლამაზი არქიტექტურის შენობა გამოჩვენება ყოველთვის არის. კი, და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელსაც ვაშენებთ, იყოს განსხვავებული არქიტექტურის, ლამაზი, ესეთი გამორჩეული, რომ ადამიანს დაამახსოვრდება. როგორც ვიზუალურად, ისე ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, სერვისის გაცემის ნაწილია, სადაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ასევე მშენებლობები მიდის ხელვაჩაურში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე იქაც დავასრულებთ ამ პროცესს. ზოჩში, ტოლებში, ეს მცირე დასახლებებია, ერთი გურიაში, მეორე იმერეთში და ბუნებრივია მათაც უკვე ძალიან ახლოს ექნებათ. ასეთ მცირე დასახლებებში რატო არის ხოლმე ვთქვათ საჭირო პირობითად? ამას აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ვთქვათ საფუძველი. რიგ შემთხვევებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე მოვახდინოთ რეაგირება, მერე ამის შემდეგ ხდება, ვთქვათ, იქ იმ მოსახლეობის რაოდენობის, ასე ვთქვათ, გადამოწმება, თუ რამდენად ახლოს არის იუსტიციის სახლი მათთან, ასევე მობილური იუსტიციის სახლების ოპერირების ტერიტორია რა არის და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ასე რომ ეს გარკვეულ ტიპის კვლევას ეფუძნება, როდესაც საუბრობთ მშენებლობაზე, ეს რაღაცა კი ბატონო, აუცილებლად. ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და თბილისის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობთ და ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ ამასაც დავაანონსებთ, რომ დიდი ღომშიც აშენდება ახალი იუსტიციის სახლი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილსაც კონდეს ერთი ისეთი კარგი არქიტექტურის იუსტიციის სახლი. აუცილებლად და სრული დაფარვა იქნებოდა. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ეხლაც აქტიურად მიდის მუშაობა, ეს არის წალენჯიხა, სადაც ამ მომენტამდე არ გვაქვს იუსტიციის სახლი და ბუნებრივია
იქაც აშენდება იუსტიციის სახლი. ასე რომ ეს იქნება ასე ვთქვათ ბირთვი, რითაც შეიკვრება იუსტიციის სახლების ვთქვათ რაოდენობა მთელ საქართველოში და პარალელურად ამისა ბუნებრივია ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ დავაიდენტიფიციროთ ის ადგილები, სადაც საჭიროა მობილური იუსტიციის სახლის არსებობა. ჩვენ ამ მომენტისთვის გვაქვს 20 მობილური იუსტიციის სახლი, რომლითაც ვოპერირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ბუნებრივია ეს რაოდენობაც გაიზრდება. ასე რომ ეს არის მშენებლობებთან დაკავშირებით ჩვენი გეგმა გახვალთ ეს. საკმაოდ საინტერესო შთამბეჭ დავიგეგმა და რაც მნიშვნელოვანია ის სწორედ რომ ანუ ის კითხვა რომელიც სადლოა გაჩნდეს რომ რატომ არის საჭირო პირობითად დიდ ქალაქში და პატარა დასახლებაში გასაგებია რომ ეს ეფუძნება გარკვეულ ტიპის კვლევას სად როგორი საჭიროება არსებობს სტრაფით მოძრაობა ამ კუთხით და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია თბილისთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მართლაც არ არის დიდი დრო ლოდინის ცენტრალური იუსტიციის სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისისთვის ჯამში დამატებით 3 იუსტიციის სახლის შემოტანა გლდანი ვარ კეთილი დიდი ღომი. მნიშვნელოვანი ნაწილია და თქვენ ახსენეთ მცხეთა ახსენეთ ტურისტული სეზონი ახსენეთ და ბუნებრივია ტურისტულ ნაწილზე ვსაუბრობთ ხოლმე აჭარის თემა შემოდის ამ კუთხით. ნუ აჭარაში ხა დიდი ხანია ფუნქციონირებს. როგორი ვითარება გვაქვს აჭარაში ამ კუთხით და იქაური მდგომარეობა ან გეგმები როგორია? კი ბატონო, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე თქვენ მომსმენელმა შეიძლება იცის, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გაუსვათ, გარდა ცენტრალური იუსტიციის სახლისა, რომელიც ბათუმში მდებარეობს, ჩვენ ასევე გავხსენით მეორე იუსტიციის სახლი ბათუმში, რადგან ნაკადი იყო ძალიან დიდი და განსაკუთრებით საფხულის პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ მომართვიანობის ნაწილში ბათუმი მეორე ადგილზეა ხოლმე ცენტრალური იუსტიციის სახლის შემდეგ, ასე რომ ეს სტატისტიკა გვაქვს ხო? ყოველთვიურად კეთდება, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა, ხდება ანალიზი და რეალურად თანამშრომლების დის ნაწილიც კი ამ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების თემასთან არის მიმული პირდაპირ. ბათუმი მეორე ადგილზეა, დიახ, ასე რომ გავხსენით მეორე იუსტიციის სახლი, რომელიც ბათუმის შესასვლელში მდებარეობს, სხვათა შორის ესეთი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო პროცესებში და ასევე როგორც ცენტრალური იუსტიციის სახლში იქაც ყველა პროცესი მიმდინარეობს სწორედ იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც იუსტიციის სახლს აქვს დადგენილი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ძალიან მალე ამ მეორე ბათუმის იუსტიციის სახლში გავხსნით Just Cafe-ს, იცით რომ Just Cafe-ც ერთ-ერთი ისეთი საინტერესო სერვისია, რომელსაც იუსტიციის სახლი თავაზობს. ეს არის შესაძლებლობა, როცა შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და თან პარალელურად აიღოთ პასპორტი, პირადობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს შესაძლებლობაც იქნება. ჩემნაირი ყავის მოყვარულისთვის მისწრება სერვისია. ხო, ეს სერვისი შესაძლებელი იქნება, ამ სერვისის მიწოდება შესაძლებელი იქნება ბათუმი 2-ში, ასე ვთქვათ, იუსტიციის სახლში. კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ბათუმთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმასთან მიმართებაში, რომ გქონდეს განსხვავებული ქორწინების, ასე ვთქვათ, სივრცე ბათუმში, იმიტომ რომ იცით, რომ ქორწინება არის ერთ-ერთი ისეთი პოპულარული სერვისი და ჩვენ ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით ვცდილობთ ახლა რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ ქორწინების სახლების, მაგალითად სიღნაღში გვინდა რომ სრულად აღვადგინოთ და დაუბრუნოთ ჩვენს შენობას ისტორიული ესეთი სახე და ასე ვთქვათ გადავიდეთ 24 საათიან რეჟიმზე ქორწინებისა, ბატონო. ასე რომ თბილისის მერიასთან ერთად და უკვე თბილისის განვითარების ფონდს დაწყებული აქვს შესაბამისი ღონისძიებები, მოხდება ეგრეთ წოდებული კონკის ქორწინების სახლის რეაბილიტაცია და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, იმიტომ რომ პირველივე დღიდან ჩაერთო აქტიურად ამ პროცესში. მოკლედ, როგორც ბათუმში, ისე სხვა ქალაქებში ჩვენ ბუნებრივია გვინდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან შემოვა, მას უნდა დახვდეს განსაკუთრებული გარემო და სერვისების მიწოდების ნაწილში ყველა პროცესი უნდა იყოს სრულყოფილი თუ არა, სრულყოფილთან მიახლოებული და ამისთვისაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ ბუნებრივია. ძალიან საინტერესო სერვისებია, ჩვენი დროის ბოლო ზღვარზე ვართ, ასე ვთქვათ, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა რეგიონები ვახსენეთ და თქვენ განკუთვნილად ბიზნესთან კომუნიკაციაზე ისაუბრეთ ცენტრალურ დონეზე ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ბუნებრივად წდება მათ შორის რეგიონებთან. იგივე რეგიონებში როგორია ვთქვათ კომუნიკაცია და ან იგივე ბიზნეს მომართვიანობა იუსტიციის სახლებთან მიმართებაში?
კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რატომაც გვინდა, რომ არც ერთი წერტილი არ დაგვრჩეს საქართველოში, სადაც არ ვართ წარმოდგენილი რომელიმე ფორმით, ეს იქნება მობილური იუსტიციის სახლი თუ იუსტიციის სახლები, სწორედ მიემართება იქითკენ, რომ ბიზნეს ადგილზე გქონდეს შესაძლებლობა ყველა ის სერვისი მიიღოს, რაც იუსტიციის სახლშია ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ბუნებრივია ეს ყველაფერი ორიენტირებულია მოქალაქეზე და მის ინტერესებზე, ბუნებრივია ეს თავისთავად ორიენტირებულია ბიზნესის საჭიროებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც უფრო ფართოვდებით, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ ბიზნესს, სადაც წარმოდგენილები არ ვიყავით და ხვალ გაიხსნება იუსტიციის სახლი, მას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ არ დაკარგოს დრო და არ წავიდეს სადღაც სხვა ქალაქში, იმისთვის რომ მიიღოს კონკრეტული სერვისი, ექნება შესაძლებლობა იქვე ადგილზე ყველა ის პროცედურა გაიაროს, რაც ვთქვათ, მოშორებით შეიძლება მიეღო და ყველა ის სერვისით ისარგებლოს, რაც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. ასე რომ ავტომატურად ეს აპრიორი უკვე თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევდივართ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ბიზნესისთვის იქ მარტივდება, იმიტომ რომ ყველაფერი ადგილზეა ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია არ ვიცი წლის ბოლოს არის თუ არა კიდევ რაიმე განსაკუთრებული რომელიც შეიძლება აღიჯოს მე მგონი იმდენი საინტერესო პროექტი აღნიშნეთ თქვენ მაგრამ ნუ ესეთი სიურპრიზები მაინც არის ხოლმე თქვენთან კი სიმართლე გითხრათ თქვენ თავიდან ახსენეთ სანამ ეთერში შევიდოდით რომ დრო გქონდა რაღაც არც ისე ცოტა იმისთვის რომ გვესაუბრა მაგრამ დამერწმუნეთ იუსტიციის სახლში იმდენი საინტერესო პროცესი მიდის და იმდენად საინტერესოდ იკვეთება. თქვენთვის ცოტაა დრო. ხვალინდელი დღე რომ ნამდვილად არ გვეყოფა ეს დრო. მე უბრალოდ რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვამ ხაზს და დანარჩენს დავიტოვებ, იმიტომ რომ იქნება შესაძლებელი რომ კიდევ ერთხელ მოვიდეთ თქვენთან და გავაგრძელოთ მერე საუბარი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მე ვახსენე რამოდენიმეჯერ ტექნოლოგიები და შეუძლებელია იუსტიციის სახლი ამ პროცესებს ჩამორჩეს, ამიტომ ჩვენ ახლა აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დაინერგოს თუნდაც ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის სახლის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ. კი ბატონო, პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ჩვენს ჩატში, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი და წლის ბოლომდე ალბათ მონაწერების 95%-ს ხელოვნური ინტელექტი გასცემს პასუხს, მერე უკვე შემდეგ ეტაპზე სატელეფონო ცენტრის ნაწილში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება ხელოვნური ინტელექტი და ყველაზე მთავარი ჩვენ ახლა აქტიურად ვაკეთებთ იმას, რომ იუსტიციის სახლები, როგორც ესე ვიზუალური მხარე, მათი ასევე თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, მათი ვთქვათ პროფესიული აღზრდა ასე ვთქვათ იყოს ისე როგორც საჭიროა აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ პროფესიულად ჩვენი თანამშრომლები გადავამზადოთ რაც რა თქმა უნდა ხარისხიან სერვისზე აისახება პირდაპირ ასე რომ ძალიან ბევრი მიმართულება რაზეც შეგვიძლია საუბარი ასე კი მართლაც აი სიამოვნებით გავაგზავნებდი როგორც თანამშრომელთა გადამზადების ნაწილზე ისე ხელოვნური ინტელექტის ნაწილზე და არა მხოლოდ თქვენთან ერთად საუბარს მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება კი არა და ამოუწურეთ ამასობაში ვახტანგ მე მინდა რომ საქართველოს ნაკრებს წარმატებებს რო ყალბურთის ნაკრებს ამ უნიშნულოვანესი თამაშის წინ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ მობრძანებისათვის და მართლაც მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებელიც კი არის რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში შევხვდეთ და კიდევ უფრო დეტალური საუბარი გქონდეს მთელი რიგი მიმართულებებთან დაკავშირებით რაც უპირატესად რა თქმა უნდა ბიზნეს შეეხება. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დღეს ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერში დასრულებულია. ჩვენ დაბრუნდებით ტრადიციულად შემდგომ 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. მადლობთ.